ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ აბა? ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად. მოკლედ, პირველ რიგში მადლობით უნდა დავიწყოთ, ჩემო ძვირფასებო, თითოეულ თქვენთაგანს დიდი მადლობა, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს. მე არ ვიცი, როგორ საოცარ სითბოს, სიყვარულს. რომც ვერ გამოხატავდეს ადამიანი, რომ გრძნობ, იმდენად საოცარ სითბოს და სიყვარულს ვიგებ მე მათგან და ვიღებ. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ემიგრანტებო, ყველაფრისთვის, ზოგადად იმ გულისხმიერებისთვის, იმ მიდგომისთვის, იმ გაგებისთვის, როგორ ზუსტად და სწორად ესმით, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ემიგრანტები როგორ იგებენ ზოგადად ჩემ ახსნის, ისე ვერავინ. და სულ გამოვარჩევ ალბათ 2 ან 3 ადამიანს, ქალბატონს აქ მყოფს, რომელიც მართლა და ერთ-ერთი ჯერ არ არის დაოჯახებული, მიხვდება ვიზეთ საუბრობ და ძალიან ბევრს ბრძოლობ სხვათა შორის მის პარტნიორისთვის და მოკლედ მთელი ამბები გვაქვს. ამიტომ და ესე რამდენიმეს თუ გამოვარჩევ. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, განსაკუთრებული მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასებო ემიგრანტებს და აქ ყველას, მაგრამ განსაკუთრებით ამ რამდენიმე ადამიანს, ვისთანაც ესე აქტიურად ჩართვები, აქტიური რიტუალები, აქტიური სმენის სიტუაციები, რიტუალების დროს, რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, რა ხდება, გაგება, მიხვდით რის თქმა მინდა, რომ იგებენ და რომ ზუსტად იგებენ, რას გულისხმობ, როდესაც რიტუალი ტარდება, საქმე კეთდება თუ რა კეთდება, ზუსტად და სწორად რო ესმით. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ მოკითხვა ემიგრანტებს განსაკუთრებით და სწორი გაგებისთვის ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც სწორად იგებთ და ზუსტად იგებთ, რასაც ხსნი, როგორც ხსნი და რა კუთხით და რა მიმართულებით მივდივარ ხოლმე, ისევე თქვენს გამო, ხო? თორემ რა ვიცი, იყო სიტუაციები და ფიქრობდი, რომ შეიძლება რაღაც გარკვეული პერიოდი შემეწყვიტა საქმე და მარტო კონსულტაციები მქონოდა, მაგრამ იმდენად რთული სიტუაცია და იმდენად რთული მდგომარეობაა, რომ ვერავის შანსაზე ვერ მივატოვებ მე პირადად. ამიტომ ჯერჯერობით სანამ მაქვს ეს და შემიძლია თქვენი დახმარება და სანამ შემეძლება და ასე ვთქვათ, ჯანმრთელობა მომყვება, ხო, იმიტომ რომ არის რაღაც ეტაპები, რომ ხან გაჩერება მიწევს შიგადაშიგ ჩემი ჯანმრთელობის გამო, ხო, იმიტომ რომ მარტივი არ არის. ამიტომ დროულად, თუ ვინმეს რამე პრობლემა გვაქვს, რამე სიტუაცია გვაქვს, თუ კი არა 80% აქვს და ეხლა ამ წუთას მე მგონი 80%-თან მუშაობ, მაგრამ აუცილებლად დროულად გადმომისამართით და დროულად ან მოიწერეთ, ან ამიხსენით სიტუაცია, რომ დაგეხმაროთ, თორემ მე უკვე მე შეიძლება არ ვიცი, გარკვეული პერიოდის მერე საერთოდ შევწყვიტო. ამიტომ და მარტო კონსულტაციები დავტოვო. ძალიან მოქმედებს ჩემზე ეს გარე ენერგიები და მე ძალიან ცუდად ვარ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ წმენდებსაც ვიკეთებ მე თვითონაც რიტუალები ყველაფერი, მაგრამ ადამიანები ვართ, ხო? მოკლედ დღევანდელი, ამიტომ დროულად რაც შეიძლება მალე. ვისაც გვინდა და ვისთანაც არის სიტუაციები, მესამე პირი იქნება თუ ზოგადად პრობლემა იქნება თუ რაღაცა კვანძები იქნება თუ ჩაკეტვა იქნება, დაწესდება გვჭირდება თუ რა გვჭირდება, ყველაფერზე რაც შეიძლება სწრაფად მომართეთ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ეხლა დღევანდელი თემა ფიქრობდი, რა ესეთი ყოფილიყო, რა თან ფიქრი გრძნობა ქმედება წინა და მოდით რა გადაწყვეტილება მიიღო ამ ადამიანმა, ვნახოთ, ხო? მოდით ჯერ ვნახოთ რა სიტუაციას უყურებთ. შემდგომ ვნახოთ მისი მაინც გადავხედოთ ფიქრებს. შემდგომ ვნახოთ რა გადაწყვეტილება მიიღო ამ ადამიანმა თქვენთან დაკავშირებით. დარჩევაში ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მოიქცეთ, ჯერ რაც გადაწყვეტილს ვნახოთ და მე იმის მიხედვით, ჩემო იმპერატრიცებო,
ეჭვიც არ მეპარება, ან ვუყურებ ქურუმებს, ან იმპერატრიცებს, აი გიშდები ჩემ გაშლებზე, იმიტომ რომ არასაც გავცემ ის ბრუნდება უკან ყოველთვის, აი იმიტომ სამყაროსთვის რასაც დადებიც გასცემთ ჩემო ძვირფასებო ბუმერანგივით გიბრუნდებათ. ამიტომ უნდა აკეთოთ მეტი სიკეთე, უნდა ვაკეთოთ მეტი სიკეთე და არავისთან არანაირად არ ძალით არაფერი და ხო ხვდებით რის თქმა მინდა და რაღაცების ყელში წაჭერა და ძალით კეთება არ შეიძლება, არავინც აკეთებთ. სულ ამას მოუწოდებ ყველას. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ჩემო იმპერატრიცებო, ვის სიტუაციასაც ვუყურებთ ახლა, ვის მდგომარეობასაც ვუყურებთ, ალბათ მე ვფიქრობ ზოგიერთი მეუღლე მიყურებს, არ არის გამორიცხული და თუ მეუღლე არ ბრძანდებით, ალბათ ბედნაცვალი ქალბატონი, რომელიც კი ბატონო გაშორდა შვილებით მყოფი, ნუ არ არის გამორიცხული და რაღაც პარტნიორთან ურთიერთობის შესაძლებელია წლების ურთიერთობა ჰქონდათ, რამაც გამოიწვია, ასე ვთქვათ, ფორიაკი, გამოიწვია ზოგთან პაუზა, ზოგთან დაშორება შეიძლება, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე აი ესე მელიასავით წასული ურთიერთობა, თვითონ ეს პარტნიორი წასული ურთიერთობიდან და თქვენ ასეთი იმპერატრიცები დაგტოვათ ერთ ადგილზე, გაგყინათ ერთ ადგილზე და ეხლა ვერ იქებთ რა ხდება, ვეღარც იქით მივდივართ და ვეღარც აქეთ მოვდივართ. პირველ რიგში გეტყვით, რომ სიტუაცია, რასაც ეხება იმპერატრიცასთან ერთად ეს ემოცია თამბულდევს და მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ემოცია ძალიან დიდია თქვენსა და ამ პარტნიორს შორის და ყველაზე მთავარი, რასაც მივუყურებ და ყველაზე მთავარი, მოდით მესამე ვერკანს დაგანახეთ სიტუაცია, ეს არის ემოცია, ეს არის ეშმაკი და სამყარო. ესე იგი, რას ნიშნავს? იმედენად საოცარი მიჯაჭვულობა, სექსუალური, ინტიმური, ხასიათურადაც ისე ეწყობოდით ერთმანეთს და იმდენად საოცარი ემოციებთან გვაქვს აქ საქმე, აქ ესე მარტივად არ დასრულდება, არც არის დასრულებული, მოდით მე სანამდე განაჩენზე გადავალ და სანამ ვნახავ რა გადაწყვეტა, რომც გადაწყვეტილებაში არ იყოს მიღებული, ნუ ტარო პროგნოზია, ხო, დაახლოებით 1 თვე ხა, არავინ არ მოგატყუოთ 3 და 6 თვე არა კიდე ეგ არის ზღაპრები, ხო, ეხლა ხვალ რა ხასიათზე ვიქნები, მე არ ვიცი. ჩემო ძვირფასებო, თქვენ ტყუილად არ ხართ ერთად. თქვენ ტყუილად არ შეხვედრილ ხართ ერთმანეთს. აი, ვისაც კი გიფიქრიათ, რომ ნეტა რა მოხდა, რატო შევხვდი, აი რა, ამიტომ. სამყაროს გადაწყვეტილება იყო, რომ თქვენ ერთმანეთს შეხვედროდით. საოცარია, ჩემო ძვირფასებო, მეც თქვენთან ერთად ჩავიფიქრე, მინდა გითხრათ. თქვენ ჰაერზე არ შეხვედრილ ხართ ერთმანეთს, თქვენ არც მხოლოდ კარმულების გამო შეხვედრილ ხართ ერთმანეთს, აქ იმხელა ემოციაზეა საუბარი, აქ ესე მარტივად არც დამთავრდება, არც არის დამთავრებული და არც სინერიულად მაგაზე ეს ურთიერთობა დასრულებული არ არის. ამის გარანტიას მიგაძლევთ. უბრალოდ, რა თქმა უნდა, რა დახმარება არის საჭირო თუ აქ რა არის, ახლა ამაზე ესე დეტალებში აქ ხო ვერ ვისაუბრებ, შეგიძლიათ პირადში ვნახოთ და მე რაც მე შემიძლია აუცილებლად აგეხმარებით და გურჯი დაგიდგებით, აგერ კი იციან როგორ შემიძლია მართლა მთელ ძალას და ენერგიას ვხარჯავ ყველაზე. ჩემო ძვირფასებო, ნახეთ, თქვენ ნამდვილად სწორია თქვენი ინტუიცია, ცოტა ისე გამომივიდა ეხლა კარგად ვთქვი, სწორი ინტუიციით მიდიხართ. თქვენ ტყუილად არ გიფიქრიათ, რომ იქნებ და მეჩვენება, არაფერი არ გეჩვენებათ. საოცრებაა. 21 მაღალი არკანით, აქ ეშმაკი და აქ თასები, იქ იმპერატრიცა. ერთ-ერთში მეგაძლევთ გარანტიას, რომ თქვენ ადამიანთან ხართ, ზუსტად ხართ და სწორად ხართ. ოღონდ აქ ინტიმურ ურთიერთობაზე მაქვს საუბარი, აქ არის ინტიმური ურთიერთობა. აქ იყო ყველაფერი მომხდარი, აქ იმხელა მიჯაჭვულობაა, მაგრამ სწორია, ნამდვილად ზუსტად მიდიხართ, თქვენ სამყარომ შეგახვედრათ და თქვენ ჰაერზე არ შეხვედრილ ხართ ერთმანეთს. ნახოთ ფიქრები გადავხედოთ. სხვა შორის წინა გაშლაზეც ფიქრი გრძნომაქმედებაშიც განდეგილი და აქაც პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ფიქრებში ძალიან ცუდად არის. ძალიან ბევრს ფიქრობს, ძალიან ცუდად არის განდეგილი და ოთხიანი ხმლებით წესით პირდაპირ უნდა გეუბნებოდეთ, რომ მაგიაა. მაგრამ ვისთანაც თქვა კონკრეტულად შეიძლება სულ არ არის მაგია და რაღაც, მაგრამ ძალიან ცუდად არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი რო ესე ცუდად არის, ესე იგი თქვენთან უნდა და რაღაცა უშლის ხელს, ხო? რაღაცა დაბრკოლებებია, რაღაცა მიზეზებია, ბარიერებია, რომ რატომაც ვერ მოდის თქვენამდე. იმიტოა საჯარო ისეთი, ხო? პირადში ხო უკეთესად ვნახავ, ხო გავიგებ რა ხდება. ამიტომ მე ხო არ ვიცი ვიზე რეზონირდება, ვისთვის რა დაბრკოლება, ვისთვის მესამე პირი იყო, ვისთვის რაღაცა პრობლემა იყო, ვისთვის მავნეჩვევა იყო, ვისთვის მაგია, ხო? ყველასთვის სხვადასხვანაირად რეზონირდება, მაგრამ ფაქტია ადამიანს ცუდად არის და განიცდის. ფიქრებში ძალიან ცუდად არის ეს ადამიანი, ვნახოთ რა გადაწყვეტა.
პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ეს კარგი სასწავლებელი ურთიერთობა იყო თქვენთვის. ძალიან ბევრი რამე ასწავლეთ ერთმანეთს შემოძვირფასებულ, ძალიან ბევრი რამე გაიაზრეთ, მაგრამ ორიანის სპექტაკლებში. მაინც 50-50-ზე რჩება ამ გაშლაში თქვენი პარტნიორის მიერ გადაწყვეტილება. რა არის და 50-50-ზე. პლუს ამას მთვარე, არა. მე ვერ გეტყვით, რომ აქ რამე გადაწყვეტა, ანის ექნა და აი 100%-იანს ვერ გეუბნებით, მიხვდით, რომ 100%-ით ან დაგშორდათ, ან არა. არა, ვერ გეუბნებით, იმიტომ რომ აქ კრიზისს ხედავ მთვარე, ორიანი პენტაკლი, აქ მაგიის სიტუაციებია. მიუხედავად იმისა, რომ გაბობოქრებული სიტუაციის შეიძლება შემოვარდეს, შეიძლება რაღაცა გადაწყვეტილება აი გიჟივით მიიღოს და მოვარდეს და ვეღარ გაძლოს უთქვენოთ, მაგრამ ამ სიტუაციას მაინც დახმარება ჭირდება, მაინც ორიანი პენტაკლები, მაინც 50-50-ზე ადამიანმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება, ადამიანი ვერ ჩამოყალიბდა და ჯერჯერობით მინდა გითხრათ, რომ ეს გაშლა არის მაინც 50-50-ზე. საბოლოოს ვერ გეუბნებით, მიხვდით? ნახოთ როგორ უნდა მოვიქცეთ. ეხლა ნახეთ რას გვირჩევს ტარო. კონტაქტს ჩვეულებრივად აგრძელებთ თუ გამოვიდა კონტაქტზე. ვით დაბლოკილია, თქვენ არ გადიხართ კონტაქტზე, ვერც გახვალთ, ხო? ველოდებით, ჯერჯერობით, ამიტომ მე ესე პირად ვერ გეუბნებით, პირადში უკეთესად ვნახავთ და გეტყვით, იქნება და თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი, ხო? ამიტომ არის ხოლმე პირადი რატოა უკეთესი. რომ გეუბნებით, თქვენ ამ საკითხში უნდა გადადგათ, არა ამ საკითხში უნდა გაჩერდეთ, ამიტომ ახლა ზეპირად ვერ გეუბნებით, მაგრამ ფაქტი აქ შეტყობინებები მოდის და მოდის, ფაქტი აქ სიტუაციების ცვლილებები მოდის, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ, ჩვენ ნაბიჯს არ ვდგავთ. თუ გამოვა კონტაქტზე, იმ შემთხვევაში იქონიებთ კონტაქტს, იმ შემთხვევაში გექნებათ კომუნიკაცია. სხვა შემთხვევაში თქვენ ნაბიჯს არ ვდგავთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს არის საჯარო გაშლა და შეიძლება თქვენ ეგრე იფიქროთ და უი, ჩემზე რეზონირდაო, მაგრამ ამ დროს პირიქით თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი. ამიტომ ვერ გეუბნებით ზეპირად, იმიტომ რომ აქ არის 50-50-ზე სიტუაცია და ფიზიკურად ვერ გეუბნებით გადაწყვეტილება რა მიიღო. ჯერ ვერ მიიღო გადაწყვეტილება. ჯერ ძალიან არეულია თავის თავში, პლუს ამას აქ მთვარის არკანი და გაურკვევლობა, იქ განდეგილი და ძალიან კოშმარული თავდაყირა სიტუაცია, მაგრამ შეიძლება კიდევ ვიმეორებ, აი პირადში რომ ნახო გითხრათ, რომ არა, ეხლავე დაურეკე, ხო მე მქონდა ესეთ შემთხვევა. იმავე წამს დავარეკინე, რა წამსაც გავთიშეთ. რომ მე ვთხარი ძალიან ცუდი სიტუაცია და მე ამ გოგონამ და ამირეკა, ნათია ქვია ამ გოგოს და ზუსტად ეს პასუხი გამცა, რომ თეკო ნეტა ადრევეთ ამერიკა. ეხა უკვე გვიანი იყო. იმიტომ რომ ამ ბიჭმა უთხრა, რომ всё, მე მივიღე გადაწყვეტილება, აღარ მინდა გადავიფიქრე 4 წლიანი ურთიერთობა დაანგრია. მაგრამ როცა ყველაზე მეტად უჭირდა, ამან თავი დაიფასა, ცუდად არ ვიცახი, მე მესმის. უნდა ვიცოდეთ, რა დროს უნდა დავიფასოთ თავი და რა დროს არა, ჩემო ძვირფასებო. პირიქით, მე სულ იმას საუბრობ, რომ თავმოყარეობა, მაგრამ ეხლა საზღვარი აქ ისე, რომ ურთიერთობა ორმხრივია და 4 წელს ურთიერთობაზე გვაქვს ლაპარაკი და შენ დგახარ ეხლა და თავს იფასებ და მოდი მე არ გავალ და ჯერ თვითონ ამირეკოს და კონტაქტზე არ გავალ, ესე არ ხდება. ზუსტად იმ დროს, როცა ცუდად არის, მაშინ ჭირდება შენი დახმარება. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს გააჩნია თითოეული ინდივიდუალური ურთიერთობა სხვადასხვა და ინდივიდუალური სიტუაცია სხვადასხვა. ამიტომ ეს გაითავისეთ ძალიან გთხოვთ. აუცილებლად გაითავისეთ. ყველას არ ეხება გადმობრძანდეს პირადში ვნახოთ რა ხდება, იქნებ გეხმარებით, იქნება და რა სიტუაცია და იქნება და აი ესე ტყუილად იკლავთ თავს, ხო? არ ვიცი, ფაქტია გადაწყვეტილება ვერ მიიღო და ვერ ჩამოყალიბდა ჯერჯერობით, მაგრამ აქ იმხელა ემოციას ხედავ და აქ იმხელა მიჯაჭვულობას ხედავ, ეს ურთიერთობა დასრულებული არ არის. დასრულებული კი არა, წესით მე ვფიქრობ, რომ შეიძლება დღე-დღესაც გამოვიდეს კონტაქტზე, მაგრამ მარტო ერთს არ შველის. აქ ბევრი გაურკვეველი მდგომარეობაა. ამიტომ ზეპირად ვერ გეუბნებით, საჯაროა გაშლა. ეს იყო დღევანდელი კონსულტაცია, რა გადაწყვეტილება მიიღო და ამ კონსულტაციას აუცილებლად საჯაროს ჩავწერ სავარაუდოდ 2 კვირაში კიდე. იმიტომ რომ აქ 50-50-ზე გვაქვს და უნდა ვნახოთ. მანამდე ვინც თვლით, რომ თქვენი იყო აუცილებლად გადმოგძანდით პირადში. ეხლა დაგიმშვიდობებით, მიყვარხართ ყველა დროებით.